სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მეორე წელია ხორციელდება აჭარაშიც. პროგრამის ფარგლებში მოსახლეობა თავად ირჩევს რა უნდა გაკეთდეს სოფელში, ასე მოხდა გონიოშიც. აქ მცხოვრებლებმა სხვა ალტერნატიულ წინადადებებს სასოფლო გზის შეკეთება ამჯობინეს, რადგან ტურისტული ზონაა და დამსვენებლებს გადაადგილება უჭირდათ. თუმცა გონიოში მცხოვრებნი შესრულებული სამუშაოებით უკმაყოფილონი არიან. სოფელში 250 მეტრის სიგრძის ბეტონის გზა დაიგო. მოსახლეობის მტკიცებით, ეს შიდა სასოფლო გზის მხოლოდ ნაწილია. გონიოს მცხოვრებლები სამუშაოების ბოლომდე მიიყვანეს და წყლის მილების გამოცვლას მოითხოვენ. მათი თქმით, გზის მოუწესრიგებლობის გამო შესაძლოა ტურისტებმა მათ სოფელში დასვენებაზე უარი თქვან. Ვთხოვდით, რომ ეს ჩვენი უბნის გზა დამთავრებული იყო ბოლომდე. ახლა ნაწილი შუაგულია გაკეთებული. შემოსასვლელი დასასრულებელია, აქ სოფლის ბოლოში კიდევ მისაყვანია, წყლები გამოდის მილებიდან. მილების შესასვლელია, ველოდები დამსვენებლებს რაღაცა. დასასრულებელი დარჩა, ასე რომ ვთქვათ რა. და რას მოითხოვთ ახლა? თუ საშუალებაა რამე ფინანსური რამე დახმარება, შევცვალოთ მილები, გზა დავასრულოთ, რომ ხალხმა იმოძრავონ წესიერად. ჩემნებამდე გაკეთებული გზები არ არის დასრულებული, შვად გაკეთებული ალაგ-ალაგ აი გზები, გაფუჭებული კიდე მილები, წყლისაცავი მილები, გამოსული ამ წყობრიდან და ვთხოვთ, რომ გზებიც დაასრულონ და მილებიც გააკეთო, რომ სოფელს უმეტესობას წყალი არ მიეწოდება. ხელვაჩაურის რაიონში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსება წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია და იგი 1.397.000 ლარს შეადგენს. ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილის განცხადებით, საშუალოდ თითოეულ თემზე დაახლოებით 100-120.000 ლარია გამოყოფილი. ხელვაჩაურის რაიონში სულ 13 თემია. რაც შეეხება გონიოს თემს, გამგებლის მოადგილის განცხადებით, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა უკვე ათვისებულია. გზის დასაგებად 28.800 ლარი დაიხარჯა. ხელვაჩაურის გამგეობაში აღნიშნული პროგრამის შესრულებას წარმატებულად აფასებენ. არის რამდენიმე, ასე ვთქვათ, ღონისძიება, მათ შორის ნომერ მეორე ბრიგადაში თქვენ გაინტერესებს. აქ არის გზის შესაკეთებლად გზა ბეტონის შეძენა 28.800 ლარის ღირებულების. მოცემული თანხის ბეტონი შეძენილია და შეტანილია სოფელში და ეს გზა უკვე არის რაც წლევანდელი პროგრამით იყო გათვალისწინებული, მთლიანად არის ათვისებული. ბუნებრივია, რასაკვირველი ათვისებულია ის ნაწილები გზისა, რომელიც უფრო შედარებით უფრო სავალალო მდგომარეობაში იყო. ხელვაჩაურის გამგებლის მოადგილისგან განსხვავებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამას უარყოფითად აფასებს საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი. ავთანდილ ბერიძის განცხადებით, ეს პროგრამა საჯაროდ არც კი გამოქვეყნებულა. მოსახლეობის გამოკითხვა არ ჩატარებულა და პრიორიტეტები არასწორად იქნა განსაზღვრული. ეგრეთ წოდებული სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ეგრეთ წოდებული, იმიტომ რომ სოფლის მხარდაჭერისათვის ამ შემთხვევაში ძალიან ცოტა თანხებია გამოყოფილი და ეს ვერანაირად ვერ შეცვლის ამინს სოფლად, სადაც უამრავი პრობლემებია. ეს პროგრამა, რომელიც დამტკიცდა როგორც ხელვაჩაურის ბიუჯეტის შემადგენელი ნაწილი, არ გამოქვეყნებულა არსად. შესაბამისად, მას არ მინიჭებია კანონიერი ძალა. მიუხედავად ამისა, ისინი ამბობენ, რომ ისინი ასრულებენ უმრავლესობა რომ ასრულებენ ამ პროგრამას და პროგრამის შესრულებამდე პროგრამა უნდა შექმნილიყო და უნდა შექმნილიყო ხალხთან ურთიერთობით, ადამიანების გამოკითხვით. რამდენიმე თვის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სხდომაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში დაშვებულ ხარვეზებზე ისაუბრა. ლევან ვარშაუმიძემ სოფლის მეურნეობის მინისტრს მაშინ არსებული ხარვეზების გამოსწერება და მოსახლეობასთან უფრო ხშირი შეხვედრების გამართვა დაავალა. მას შემდეგ აჭარაში პროგრამის განხორციელებას სოფლის მეურნეობის მინისტრი კურირებს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩვენი რეგიონისთვის 4.013.870 ლარია გამოყოფილი. ემსარ ცირკვეცის განცხადებით, მიმდინარე წელს აჭარის 5-ვე რაიონში სამუშაოების 80% შესრულებულია. საერთო თანხა შეადგენს 4.313.876 ლარს. ეს მოსახლეობის მიხედვით გადანაწილებულია 5 მუნიციპალიტეტზე. ძირითადი პრიორიტეტები განისაზღვრა მოსახლეობის მიერ, ანუ საერთო კრებებზე დასახად მოსახლეობამ და უმრავლესობამ, რაც გადაწყვიტა სოფლის საჭიროებისათვის პირველ ამოცანას პირველ პრიორიტეტს რაც წარმოადგენდა, ძირითადად ამ მიმართულებით დაიგეგმა საქმიანობები. დღევანდელი სიტუაციისათვის, დღევანდელი დღისათვის ფაქტიურად სამუშაოების 80%-ზე მეტი შესრულებულია. ამ პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტებს მოსახლეობა ირჩევს. სოფლებში ძირითადად გზის, წყლის, გაზიფიკაციის, განათებისა და მოსაცდელების პრობლემა დგას. პროგრამის ფარგლებში სამუშაოებს აჭარაში მცხოვრები 1495 ადგილობრივი ასრულებდა.
ჰოსპიტალური რეფორმის მეორე ნაწილი სადაზღვევო კომპანიები რეგიონებში საავადმყოფოების მშენებლობას იწყებენ. სადრა პრობლემებს აწყდებიან ნახეთ სიუჟეტებში სენაკიდან, ჭიათურიდან და გორიიდან. ხურვალეთის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილ გლეხებს მიწის დამუშავებას თავაზობს სტოლითა და განსახლების სამინისტრო. მოსავლის რეალიზაციის შედეგად მიღებულ თანხას კი მიწის მესაკუთრეებს გადასცემენ. ეს შეთავაზება ბევრი მათგანისთვის მიუღებელია და საკუთარ მიწის დამუშავებას თავად ითხოვენ. სანამ სამინისტროს წარმომადგენლებს საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ აუწყებენ, ჩვენი კორესპონდენტი სათემო ცენტრში შეხვედრის დეტალებზე გიამბობთ. დარწმუნდან დევნილმა გივი ჭოვალიძემ სტოლითა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლებთან მიმდინარე შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა, სადაც იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელისუფლება მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით ახალ იდეას თავაზობდა. გივი ჭოვალიძე ამბობს, რომ მის საკუთრებაში გადაცემული მიწის ფართობების დამუშავება, მოსავლის მოყვანა, მისი რეალიზაცია და შემდეგ ასეთი სახით თანხის აღება მიუღებელი ფაქტია. მე არ მაწყობს მაგალითად, რომ ჩემი ნაკვეთი მე უნდა მოვუარო ჩემ ნაკვეთს. ხომ ამცეს არა გამანებონ თავი. გლეხი არაფერს არ გააფუჭი. ჩვენ დავწეს თუ ჩვენ მოვიყვანოთ და რა ვიცი მე გავყიდო თუ როგორღაცა თქვეს რა. ფულს მოგცემენ მე. ფულსა? ხო. მე რომ მოვიყვან ისა ფული არ არის. მის მსგავსად აღნიშნულმა შემოთავაზებამ უკმაყოფილება გამოიწვია სხვა დევნილებშიც. მე არ მინდა მაგარი დაცესვა, არაფერი. მამული მომწეს. მომწენ ჩემი იყოს ის მამული. მე მოვული, მე მოვხნა და დავწესა მე შევიტან ოჯახში, ასე. ისვის სინაკვეთიც გადანაწილების შედეგად შორმანძილზე მოექცა, იდეას მიესალმება, რადგან ფიქრობს, რომ სიცხეში მგზავრობა და მუშაობა გაუჭირდება. სრულები არიან, ვინც ვერ ამუშავებს, არიან ხალხმულები არიან კიდე ესეთი ხალხი, რომელიც არის ცობალაუსია და ცობალაუსი როგორ ვიაროთ ამ სიცხეს და იმას. კიდე ხოლმე კიდე სიმინდი ერთიანობაში იყოსო და მოვიყვანოთ, ავიღოთ ერთად თანხა. მოხდა იგივე დაждდება, მაგრამ ამ სულაც ტრაქტორი საჩაივი და სადა. სათემო ცენტრში მიმდინარე შეხვედრას მინისტრის მოადგილე ანდრო ჭულუხაძეც ესწრებოდა. მისი განცხადებით პროექტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. დიდი ნაწილის მხრიდან წამოსული პრეტენზიების შედეგად გადაწყდა, რომ შეიქმნას ამხანაგობები, ვისთვისაც შემოთავაზება მისაღები იქნება. რო შეიქმნება ეს ამხანაგობა, მე არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, სამინისტროს მიმართებს თხოვნით არასამთავრობო ორგანიზაციებს და ეს ხალხი, რასაც იტყვის, ხორბალი იქნება, სიმინდი იქნება, ანუ სურვილის მიხედვით დაუთესავენ, დაუმუშავებენ და რეალიზაციაში დაეხმარებიან. სტოლითა და განსახლების სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვალერი კოპალეიშვილის განმარტებით, პროგრამის განხორციელების მიზანია გლეხებისთვის ხელშეწყობა და ხარისხიანი მოსავლის მიღება. გლეხები პროცნიერები იქნებიან ბაზარზე. მათ ექნებათ ერთიანი პროდუქტი, მაღალი ხარისხის დიდი პროდუქტი, დიდი რაოდენობის პროდუქტი ბაზარზე გაიტანენ და გაკიდიან. გლეხს ექნება რეალური შემოსავალი ფულის სახით. ჩვენ ავართ სტოლითა და განსახლების სამინისტრო, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ დევნილებს ამის ორგანიზებაში. შეხვედრაზე კონკრეტულ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. სამინისტრომ დევნილებს მოსაფიქრებლად 10 დღიანი ვადა მისცა. მომავალ კვირას ხელისუფლების წარმომადგენლები ჩასახლებას კვლავ ეწევიან. ამჯერად შექმნილი ამხანაგობების ნუსხის მისაღებად.